იმ კადრებს გულგრილად როგორ უნდა უყურო, რასაც სასაჯაროებს საპარლამენტო საგამოძიებო კომისია. აი ადამიანებს გამოკითხვაზე ვისაც იბარებენ და თავის ტრაგედიებს რო ყვებიან იმ ნაცების მმართველობის პერიოდში რაც მოხდა. ახლა ეგ ამბები უმეტესობა ისედაც ცნობილი იყო და გასაჯაროებული იყო და ვიცით რაც მოხდა, მაგრამ საერთოდ სხვა შეგრძნება და სხვანაირად აღიქვება პირველ წყარო რო ყვება თავის ტრაგედიას, საერთოდ სხვა რაღაცაა. და რო იდება პოსტები, ვიდეოები და რაღაცები, კომენტარებში ვიღაცები მაინც წერენ, ის არის მასკარადიაო. აი ამ კადრებს ვინც უყურებთ და ვინც ისმენთ და მაინც მიუხედავად ამისა მასკარადიაო ამბობთ, თქვენ ან ნაბოზრები ხართ, ან დებილები, ამ ორიდან ერთია. აი არ მინდა უბრალოდ შევიგინოთ, რომ თუ რამე გინების ფანტაზია იცით და მოგისმენიათ და გაგიგონიათ, თქვენ ვინც ამას მასკარას ეძახით, ყველაფერი ჩათვალეთ თქვენ გეუბნებით, უბრალოდ არ ვიგინები, ახლა ხალხს ვემპატივს. ამაზე მასკარადიაო როგორ უნდა თქვა ბიჭო? თუ გინახია და თუ არ გინახია, მაშინ რა იცი რა ხდება? ახლა მიმდინარეობს ნაცების დამარხვა. ხოცები მარხავენ ნაცებს. ხო არ მოგწონთ ხოცები, ხო ამბობთ რომ ცუდიაო ხოცებიო. ხო და მარხავენ ახლა ნაცებს, რომ შვიდობიანად წავიდნენ, თორემ ახლა რო ხოცები წავიდნენ ამ პერიოდში, ჩათვალეთ ციხეში წავიდნენ. ამიტომ თუ არ ეხმარებით ხელს მაინც ნუუშლით, რომ ნაცები დამარხონ, ან დაეხმარეთ ნაცების დამარხვაში. და წავლენ. როცა ეცოდინებათ, რომ არანაირი საფრთხე არ ემუქრება და წავლენ. ხო, გინდათ რომ წავიდნენ ხოცები, ხო და დაამარხინეთ ნაცები. ნაცების დამარხვა მიდის ახლა. ვიღაცა იტყვის რომ აქამდე სად იყვნენო. ახლა აქ ყველაფერს თავისი სახა ჩვენ რო გვინდაზე მეც მინდა, მე საერთოდ სასწაულებს ვიზამდი, ჩემი ნება რო იყოს, მაგრამ მასე ხო არა, დემოკრატია ხო გინდათ? ახლა თან დემოკრატია გინდა და თან მასე არ გამოდის. ხო და კანონის ფარგლებში მიდის ახლა ნაცების დამარხვა. ბიჭო, ბარამიძე არ მიყვარს კონკრეტული გვარების ხო, მაგრამ ბარამიძე თავისუფალი რატო ამ სვანების ამბავის მერე. ტიპი ხალხი ცეცხლში იწვებოდა და კუბდარებს ითხოვდა. ბარამიძე ციხეში რატო არ არის? აი არასწორად მიმაჩნია რომ ვიღაცას რო ციხეს უსურვებ, მაგრამ ბიჭო უგულავას სამჯერ დაიჭირეს და ბარამიძე თავისუფალი რატოა? ხო და აი ამ ხალხის გამოაშკარავება მიდის ახლა მაგათი დამარხვა მიდის მოკლედ რა. ახლა არ მინდა საერთოდ ყველა იმას ჩამოყვე, ყველა ტრაგედიას, ყველას როგორ მოედები და მთავარი ახლა მაგაში რა არის იცით? ის ძირითადად რაც ხდება გამოძიება, რაზეც ხდება, არის უფრო გასაჯაროებული ისინი. კი, რიგით ადამიანებს შეემთხვა შეიძლება, მაგრამ ან ცვილ ბიზნესმენებს, მაგრამ რომელიც არ გასაჯაროვდა და რომელიც არ ვიცით, იმ ადამიანმა ვარ აქნას. იმ ადამიანების ხმას ვინ გაიგონებს. ახლა მთელ საქართველოს ხო არ მიიწვევენ საგამოძიებო კომისიაზე? ივნისამდეა მე მგონი დანიშნული. ესე იგი, ლოგიკურად ბევრად მეტი იყო, ხო, ვიდრე ახლა მაგ ჩანს. ხო და მოკლედ ახლა მიდის ნაცების დამარხვა და ვისაც გინდათ რომ ხოცები მოშორდნენ, აცადეთ რომ დამარხონ ეგ ნაცები.